2006 წლის იანვრისთვის დასაწყისში სასჯელახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ რუსთავის ნომერ პირველ დაწესებულების პატიმარ გია გორგაძისგან შეიტყო, რომ ამავე დაწესებულების პატიმარს დავით ლეკვთაძეს ციხიდან გაქცევა სურდა, რაშიც ძმის დახმარების იმედი ჰქონდა. ბაჩანა ახალაიამ მიღებული ინფორმაცია ძმას იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს დავით ახალაიას ამცნო. დავით ახალაიამ ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის მომზადების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველეყო გამოძიების დაწყება, გადაწყვიტა მიღებული ინფორმაცია გამოეყენებინა სისასტიკის დემონსტრირებისთვის, რაც სასჯელახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლად დანიშნული ძმის ბაჩანა ახალაიას ძალაუფლებას განამტკიცებდა და საყოველთაო შიშს დანერგავდა სასჯელახსრულების დაწესებულებებში, რაც გაამარტივებდა შემდგომში ციხეების ადმინისტრაციაში მომუშავე პირების და პატიმრების სურვილისამებრ მართვას. თავდაპირველად ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმარ გია გორგაძეს ეცნობა, რომ პატიმრების გაქცევის პროვოკაცია უნდა განხორციელებულიყო. პროვოკაციისათვის აუცილებელ ატრიბუტს ცეცხლსასროლ იარაღს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გია გორგაძის თავისუფლებაში მყოფ ძმას შოთა გორგაძეს მიაწვდიდა. ის კი თავის მხრივ იარაღს ციხიდან გაქცევის მსურველ პატიმარ დავით ლეკვთაძის ძმას გადასცემდა. შეთანხმებისამებრ 2006 წლის 12 იანვარს პატიმარი გია გორგაძე წალკის რაიონში მუსულმანური წესით ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად ორ მეგობართან ერთად მყოფ ძმას შოთა გორგაძეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისში მისი მეგობარი ჩანთას გადასცემდა, რაც მას პატიმარ დავით ლეკვთაძის ძმისთვის უნდა მიეცა. ამასთან პატიმარმა ძმას დაუმალა და არ უთხრა, რომ გადასაცემ ჩანთაში იარაღი უნდა ყოფილიყო. გია გორგაძის წარმოდგენით ამით შემოიფარგლებოდა მისი ძმის შოთა გორგაძის და ძმის მეგობრების მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციაში, მაგრამ სინამდვილეში ციხიდან გაქცევის პროვოკაციის არავითარი გეგმა არ არსებობდა და დათა ახალაიას რეალური ზრახვების აღსრულება მხოლოდ ახლა იწყებოდა. 2006 წლის 12 იანვარს დაახლოებით დღის 5 საათზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე სუმბაძე ამავე სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძეს იგივე მასტერას დავალებით ოპელის მარკის ავტომობილით მივიდა ფონიჭალაში, სადაც შოთა გორგაძეს, მარად ართმელაძეს და რომან სურმანიძეს შეხვდა. აღნიშნული პირები საკუთარ ავტომობილში ჩასვა და გიორგი დგებუაძის მითითებით 3 საათი ატარა თბილისის ქუჩებში. ამასობაში დავით ახალაიას ორგანიზებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს 3 სხვადასხვა ადგილზე განლაგდნენ. ერთი ნაწილი აქტიურ ღონისძიებათა განყოფილების რაზმი, ეგრეთ წოდებული სპეცრაზმი, ნავთლუღის ავტოსადგურიდან ისნის მეტროს მიმართულებით 150 მეტრში ჩასაფრდა. მეორე ნაწილი ნავთლუღის ბაზართან ავტოსადგურიდან 150 მეტრში გაჩერდა, ხოლო მესამე ნაწილი ავტოსადგურთან ყველაზე ახლოს, მის გასწვრივ 100 მეტრში განთავსდა. ყველა მათგანს მიღებული ჰქონდა დირექტივა ბრძანების გარეშე არ დაწრულიყო ადგილიდან. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ავტოსადგურთან განლაგდნენ, ნავთლუღის ტერიტორიაზე დავით ახალაიას მითითებით აქტიურ ღონისძიებათა განყოფილების ეგრეთ წოდებული სპეცნაზის უფროსის მოადგილე შალვა თათუხაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კიდევ ერთი გამოძიებით დაუდგენელი თანამშრომელი მივიდნენ. ალექსანდრე სუმბაძემ გიორგი დგებუაძისგან მიიღო დავალება, რომ მანქანაში მყოფი პირები შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიეყვანა და სწრაფად გაცლოდა იქაურობას. სუმბაძე მითითების შესაბამისად მოიქცა და მას შემდეგ, რაც შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ავტოსადგურთან ახლოს ავტომანქანიდან ჩამოსვა, სწრაფად მოშორდა შემთხვევის ადგილს. სწორედ ამ დროს შემთხვევის ადგილზე ორი შავი ფერის ჯიპის ტიპის ავტომობილი გაჩერდა. ავტომობილებიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შეიარაღებული თანამშრომლები, მათ შორის დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე გადმოვიდნენ და ავტომატების სროლით გამოედევნენ უიარაღო შოთა გორგაძეს, მარად ართმელაძეს და რომან სურმანიძეს. ამ პირების მიმართულებით ისროდა შალვა თათუხაშვილიც და მის მარჯვნივ მდგომი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი. სროლების შედეგად შოთა გორგაძე და მარად ართმელაძე
ავტოსადგურის ტერიტორიაზე რკინიგზის გამყოფ კედელთან ახლოს დაეცნენ, ხოლო რომან სურმანიძე მათგან ოდნავ მოშორებით, მოწყვეტით დაეცა მიწაზე. დავით ახალაია მიუახლოვდა ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს, ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და ესროლა. ხელმძღვანელის ქმედება რატომღაც სამაგალითოდ მიიჩნიეს გიორგი მაზმიშვილმა და გიორგი დგებუაძემ. გიორგი მაზმიშვილი მარად ართმელაძეს მიუახლოვდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა ყელში. ხოლო გიორგი დგებუაძე ძირს დაცემულ რომან სურმანიძესთან მივიდა და ავტომატიდან საკონტროლო გასროლა განახორციელა თავის არეში. ამის შემდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და მედიის საშუალებებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზნით დავით ახალაიას ორგანიზებით შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაციის იმიტაცია გაიმართა. თავდაპირველად კონსტიტუციური უსაფრთხოების გამოძიებით დაუდგენელმა თანამშრომელმა ტყვიებისგან დაცხილულ სამგვამს სათითაოდ 3 ავტომატი დაუდო გვერდით. შემდეგ კი დავით ახალაია სხვა თანამშრომლებთან ერთად ავტომატების ჰაერში სროლით განმეორებით შემოვარდა შემთხვევის ადგილზე, რაც ვიდეო კამერებით გადაიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა ზვიად გოგიამ და ამ მასალაზე დაყრდნობით მომხდარის ცრუ ვერსია ჩამოყალიბდა. გავრცელდა თითქოს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩაცხრილული 3 ახალგაზრდა შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და სროლებით წინააღმდეგობას უწევდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს.